ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა დღეს რამდენიმე სკოლაში USAID-ის დახმარებით განხორციელებული პროექტები დაათვალიერა. რიჩარდ ნორლანდი ნატახტრის საჯარო სკოლაში განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე გათბობის სისტემას გაეცნო. ეს არის პირველი საპილოტო სკოლა, სადაც ამგვარ პროექტს ახორციელებენ. გათბობის უზრუნველყოფა აქ ნარჩენი ბიომასალებით ხორციელდება. დღესვე ელჩი თბილისის 45 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც სასკოლო სამოქალაქო კლუბი დაათვალიერა. ნატახტარის სკოლაში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. დღეიდან სკოლას ახალი ტექნოლოგიების გათბობის სისტემა ექნება. კარგია ის, რომ იზოგება როგორც ენერგია, ასევე სკოლის ფულადი ხარჯებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტი კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა. ეს არის ასე ვთქვათ ჩვენი ადგილობრივი მეცნიერების დამუშავებული ტექნოლოგია. მისი საპილოტო პროექტი ცალსახად რეზულტატურად საკმაოდ შთამბეჭდავი არის, იმიტომ რომ ეკონომიურობის თვალსაზრისითაც როგორც ახალი ტექნოლოგია საკმაოდ კარგი მაგალითი არის იმისთვის, რომ ამისი გადაღება და უკვე ასე ვთქვათ სხვა ანალოგიური ტიპის დაწესებულებაში განხორციელებაც მოხდეს. ჩვენ მუშაობთ მთელი საქართველოს მასშტაბით 740 სკოლასთან, ასევე არაქართული სექტორის სკოლებთანაც მუშაობთ და პროექტის ფარგლებში ხელს ვუწყობთ სასკოლო სამოქალაქო კლუბების შექმნას და ვეხმარებით ახალგაზრდებს მათ მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების მოგვარებაში.